სიყვარული როგორც ასეთი არ ეწვევა და არ ქრება. იმიტომ რომ სიყვარული არ არის გრძნობა. სიყვარული რომ გრძნობა ყოფილიყო, ჩვენ კარგად ვიცით, რომ უამრავი გრძნობა, რომელიც შემოდის და გადის და მაშინ ძალიან უსამართლოები უნდა ვიყოთ მას, რომ მარადიულობა მოვთხოვოთ, ხო? არადა ჩვენ ვითხოვთ სიყვარულისგან მარადიულობას. ამიტომ ერიხ ფრომი, რომელიც ძალიან კარგად აღწერს ზოგადად ამ პროცესს, ამბობს, რომ სიყვარული ეს არის მოქმედება. ეს არის უნარი. ეს არის გაცნობიერებული არჩევანი. ხოლო ის, რაც აი ესე უცებ გვეწვევა ხოლმე, შემოგვიქროლებს, საუბრს დაგვახვევს, ეიფორიაში ჩაგვაგდებს და რაღაცა საოცრებებს მართებს ჩვენს ფსიქიკას, სხეულს და მე ეს ყველაფერი ქმედებაში წაისახება, ეს არის შეყვარებულობა. ამიტომ მკაფიოდ არის ხოლმე გამიჯნული, რას ნიშნავს იყო შეყვარებული და სად არის მერე სიყვარული.